სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ როგორც იცით, ნაწილ 72-ზე ვართ, რომელიც ჩაწერილი 2020 წლის 19 აპრილს, კოვიდი მძვინვარებს და ბუნებრივია ხალხს აინტერესებს კითხვები, ბევრი გარდაიცვალა და ბუნებრივია კითხვებიც აქედან მოდის და ალისგან სვავს ესეთ კითხვას. რა ელით მათ, ვინც გარდაიცვალა ისეთ ასაკში, რომელიცშიც სახარების გაგება რთულია. ამაზე ბევრია ნათქვამი, შეგიძლიათ მოიძიოთ ამ თითქმის 1000 კითხვაში, ერთი 3-ჯერ შეიძლება 4-ჯერაც იყოს გაცემული პასუხი, ქართულ ენაზე ჯონ მაკარტურის პასუხი, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ სხვანაირად გაიმეორებს ამას და მე იმ თავებსაც მოვიყვან, რომელიც მოყვანილი არის ბატონი ჯონის მიერ უბრალოდ პერეფრაზირებით მე მთლიანად წაგითხოვთ იმ ადგილებს. რა ემართებათ მათ, ვინც ძალიან პატარები არიან სახარების გასაგებად. ჯონ მაკარტური პასუხობს: რამდენიმე წლის წინ მე დავწერე წიგნი ამის შესახებ სახელწოდებით უსაფრთხოდ ღვთის მკლავებში. და დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლია ძალიან ნათლად გვასწავლის, რომ ბავშვები, რომლებიც იღუპებიან იმას საკამდე, როდესაც შეუძლიათ სახარების რწმენა ან უარყოფა, ძირითადად უფალთან ერთად დიდებაში არიან მიყვანილი. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ძველი აღთქმის მონაკვეთებში არის შემთხვევა, როდესაც გახსოვთ დავითისა და ბატშებაყის ისტორია. და რა თქმა უნდა, დავითს ამ კავშირიდან ვაჟი შეეძინა და ეს ბავშვი გარდაიცვალა. დავითმა თქვა: მე მასთან მივალ, გახსოვთ, მას კი არ შეუძლია ჩემთან მოსვლა. ეს არის ჩვილი ვაჟი, რომელიც გარდაიცვალა. მე მასთან მივალ. ეს არის დავითის ნდობა, რომ ეს ბავშვი უფალთან არის, რადგან დავითმა იცოდა ასევე მის შესახებ, როცა ის გარდაიცვალებოდა თუ სად მიდიოდა. მან იცოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ღვთისთან დასწრებით გაიღვიძებდა. ამიტომ დავითმა თავდაჯერებულად თქვა: მას არ შეუძლია ჩემთან მოსვლა, მაგრამ მე მასთან მივალო. და მან ეს სახე ჩამოიბანა, თავი მოიწესრიგა, მწუხარება დასულა, რადგან იცოდა, რომ ის ისევ ნახავდა ამ პატარას. მე წაგითხოვთ ამ ადგილს იმიდან, როცა ნათანი უკვე გაუცხადებს, გასვოთ იგავს და ამხელს დავითს. ეს არის მეორე მეფეთა წერილში, აღწერილი მე-12 თავში. და ამ დღეს ჩვენ უორენ ლუის მიერ ვთარგმნით, იქაც ზუსტად ეს ადგილია მოყვანილი და ალბათ ყველასაც დაგაინტერესებთ უკვე იქ არ ქონდა საშუალება რომ მომეყვანა ეს ადგილი, რომ მთლიანად მე-12 თავიდან მე-19 თავის ჩათვლით 7 თავი წარმოიდგინეთ რა, 6 მით უმეტეს 13-დან 19 ჩათვლით მიძღვნილია იმ შედეგებზე და იმ ტრაგიკულ შედეგებზე, ხო, რაც დავითს დაემართა თავისი ცოდვის ჩადენის შემდეგ. ღმერთმა აპატია, მაგრამ ნახეთ რა დაემართება მას, ხო? და პირველი აქედან იწყება, პირველი ტრაგედია აქედან იწყება. და უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა: უფალმაც მოგიტევა, ცოდო და არ მოკვდები. მაგრამ რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ნახეთ უფლის მტრებს რომ მიეცი საბაბი. გესმით, ნახეთ რომ იმიტომ რომ სატანის ხალხიც ხო ჩასაფრებულია რომ შარი მოგდონ, ყოველთვის გვითხრან. რომელიც შეგეძინა ძე, ის მოკვდება. ესე იგი ბატშებაყი რომ დაფეხმძიმებული იყო, ამ ცოდვის შედეგად ის ძე მოკვდებაო. წავიდა ნათანი თავის სახლში და დაალახრა უფალმა ბავშვი, რომელიც ურიას ცოლმა უშვა დავითს და დასნეულდა იგი. ევედრებოდა დავითი ღმერთს შვილისათვის. მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა, მიწაზე წოლით ათევდა ღამეს. თავზე დაადგნეს სახლის უხუცესი მიწიდან ასაყენელ, მაგრამ არ ინება და არც პური ჭამა მათთან. მე-7 დღეს მოკვდა ბავშვი. ეშინოდა დავითის სახურებს, რომ ეუწყებინათ მისთვის ბავშვის სიკვდილი. ამბობდნენ ისინი, ესე მსახურები. აჰა, სანამ ცოცხალი იყო ბავშვი, ველაპარაკებოდი და აღარ გვისმენდა. როგორღა ვაცნობოთ მისი სიკვდილი, თავს ბოროტი არაფერი აუტეხოს. დაინახა დავითმა მოჩურჩულე მსახურები და მიხვდა, რომ ბავშვი მოკვდა და კითხა მათ: მოკვდა ბავშვი? უპასუხეს: მოკვდა. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, მივიდა უფლის სახლში და თაყვანისა. მერე დაბრუნა თავის სახლში, საჭმელი მოითხოვა და ჭამა. კითხეს მსახურებმა: რას ნიშნავს შენი საქციელი? ცოცხალი ბავშვისთვის მარხულობდი და მოსთქვავდი. მოკვდა ბავშვი, შენ კი ადექი და პური ჭამე? მიუგო დავითმა: ბავშვის სიცოცხლეში მარხულობდი და მოვთქვამდი, რადგან ფიქრობდი, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და ცოცხალი დამიტოვოსო ბავშვი. ახლა მკვდარია იგი, რაღაც ვიმარხულო? განა შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება. ნუ გეშისცა დავითმა ბატშებაყას, თავის ცოლს მივიდა და დაწვა მასთან. ძე გაუჩინა მან და უწოდა სოლომონი და შეიყვარა იგი უფალმა. წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია, უფლის საყვარელი. ნახეთ რა საინტერესო ისტორია. ეხლა აგრძელებს ჯონ მაკარტური. ეხლა შეადარეთ ეს მის შვილს აბესალომს.
ზრდასრულ შვილს, რომელიც მამამისის წინააღმდეგ აჯანყდა. ბოროტ შვილს, რომელიც მერე მოკლეს. დავითს არ შეეძლო უნუგეშცემა, ვერ აძლევდნენ და გლოვობდა, ტიროდა უნუგეშოდ და არ ჩერდებოდა. კითხვა ის რატომ? და ეხლა მე წაგიგითხავთ ჯერ ამ ბიბლიის ამ ადგილს, ეს არის მეორე მეფეთა მე-19 თავი. უკვე აცნობეს დავითს სიკვდილი და მე-19 თავი ესე იწყება. უთხრეს იოაბს: აჰა, ტირის მეფე აბესალომს გლოვობს. და გლოვად გადაიქცა იმ დღევანდელი გამარჯვება მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, რომ წუხდა მეფე თავის ძეზე. ჩუმად მოიპარებოდა იმ დღეს ქალაქში ხალხი, როგორც ბრძოლის ველიდან უკუქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე. სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსქონდა: შვილო, აბესალომ, შვილო. მივიდა იოაბი მასთან, მხედართავარი იოაბია და უთხრა: სირცხულში ჩააგდე დღეს ყველა შენი მსახური, რომელთაც გადაგირჩინეს ვაჟები, ასულები და ცოლები და ხარჭები. შენი მოძულენი შეყვარებია და მოყვარული შეგძულებია. დღეს დაგვანახე, რომ არაფრად აგდებ, არც მთავრებს და არც მსახურებს. ახლა ხვდები, რომ გერჩი აბესალომი ყოლოდა ცოცხალი, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით. ახლა ადექი და გადი, გული გაუმაგრე შენ მსახურთ, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაცის არ შეგრჩება ამაღამ. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებიდან, რაც სიყმაწვილიან დღემდე შეგთხოვია. ადგა მეფე, დაჯდა კარიბჭესთან, ამცნეს ხალხს, აჰა კარიბჭესთან ზის მეფე და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავთავის კარვებში გაიქცა. ასე ამბობდა ხალხი ისრაელის ყოველ ტომში, მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და ფილისტიელთაგან გაგავთავისო ახალკი თავად გაიქცა ქვეყნიდან აბესალომის გამო. ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ცხეთ ჩვენ მეფეთ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად? აი ესე მე შევჩერდები აქ მე-10 ბუხლში და ნახეთ ესე დავითს რო გამორჩეული ყავდა აბესალომი და ვერ გადაიტანა მისი ტკივილი და აღარ დაფიქრდა რომ ეს როგორ აღიქმებოდა სხვების მიერ, ხო, რომლებიც საფრთხეში იყვნენ იმ აჯანყების გამო. ხედავთ და ჯონ მაკარტური აგზელეთ. ხედავთ რომ ამ თავში უკვე აბესალომის შემთხვევაში არ ამბობს დავითი იმას რომ მას არ შეუძლია ჩემთან მოსვლა და მე მასთან მივალო. ნახეთ, დავით ეს არასდროს არ უთქვია აბესალომის შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს ზრდასრული ვაჟი იყო და სამუდამოდ გაქრა დავითის ცხოვრებიდან, რადგან ის ღმერთისგან განადგურდა. პატარას კი იმედი ჰქონდა რომ კვლავ ნახავდა, რომელსაც გაგების უნარი არ ჰქონდა. იესომ თქვა რაღაცა მსგავსი და ისიც ავსებს ამას, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ. ნება მიეცით პატარა ბავშვებს რომ მოვიდნენ ჩემთან. მარკოს სახარებაშია, რადგან ასეთებისაა ცათასასუფეველი. ცათასასუფეველი პატარა ბავშვებისაა. ასე რომ მე მჯერა, რომელსაც პატარა ბავშვები კვდებიან მანამ, სანამ მათ შეეძლებათ ირწმუნონ, ან უარყონ, ან გარჩევის უნარი ქონდეთ, ხო, კარგის ბოროტების სიკეთის უფალი მათ თავისთან შეკრებს. თუმცა თუ დაგაინტერესეთ ამის შესახებ უფრო ბევრი ინფორმაცია, ეს იმ წიგნშია მოცემული, რომელსაც დავარქვით ჩვენ უსაფრთხოდ ღვთის კვლავებში ყოფნა. სხვათა შორის ეს წიგნი ხელმისაწვდომია Grace Book-შიც და Grace to You-შიც ჩვენს ვებგვერდზე. რომ გამოიწეროთ. მადლობა მოსმენისათვის.